მარჯანიშვილის თეატრის დაკვეთით დავწერე და მე მიმაჩნია რომ თეატრმა მშვენიერი სპექტაკლი შექმნა. ძალიან მადლობელი ვარ თეატრისა. იცით რა არის მთავარი თეატრმა მსახიობებმა აჩვენეს, გადმოიტანეს სცენაზე ის რაც იყო ჩემი სატკივარი. ცოტა რთული ბედი ქონდა სპექტაკლს, იმიტომ რომ 5 წლის წინ ჩავიფიქრეთ იუბილეზე. მე არა იმიტომ რომ ისე გამოვიდა რომ რამოდენიმე ძალიან ბევრი გადავდეთ მრავალი მიზეზის გამო. ისე გამოვიდა რომ წელს კიდევ ერთი საიუბილეო წელიწადია და ამის გამო წელს უკვე სხვა გზა აღარ ქონდა რომ არ გამოგეშვა. Дискомия, бито, второй грузинский государственный театр. Второй грузинский государственный театр. Второй грузинский государственный театр под руководством Марджанишвили. ძალიან ვცდილობდი ის მოლოდინი რომელიც ძალიან ბევრ უშანგის ახლობელს და მისი ნიჭის თაყვანისმცემელს ჰქონდა რაღაცნაირად გამემართლებინა, არ ვიცი გამოვიდა თუ არა. ნაბეჭდი მიაფიში. აშადა თაფლი არ ხარდა, გეგავიგი პასტა. ახალგაზრდებისათვის, სკოლის მოწაფეებისათვის ზოგადად მომავალ თავისა ძალიან მნიშვნელოვანია რომ იცოდნენ როგორ იქმნებოდა ეს ყველაფერი. ამ მსახიობებმა რომელმაც სულ უბერავდნენ მარჯანიშვილს, მე თვითონვე გააგდეს და საკუთარი თეატრიდან 33 წელს იქამდე მიიყვანეს რომ წავიდა და რუსეთში გარდაიცვალა, ხო? და რო არ გარდაცვლილიყო, ბერიას ორი უზარმაზარი პაპკა ჰქონდა მომზადებული, რომ დაეხრიტა კოტე მარჯანიშვილი. მარჯანიშვილი ბურჟუაზიული ესთეტიკის მატარებელიაო. ზეგამ ჩათვალა რომ აკვეთები სოციალისტურ რესპცენტ დგას. ომის სრული საბჭოთა ელემენტი, აი მარჯანიშვილი კი ფაქტი არის ძალიან კარგი, როდესაც მარჯანიშვილის თეატრი პატივს მიაგებს იმას, ვინც შექმნა საერთოდ ეს თეატრი და თანამედროვე მაყურებელს საშუალება აქვს, რომ გაიცნოს ის ადამიანები, ის მსახიობები, ის მოღვაწეები, რომლებზედაც მითები არსებობს და ლეგენდები და ეს მისტიური პერსონაჟები დღეს გადაიქცა ყოფით ჩვეულებრივ ადამიანებად.